სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით 15 მაისს ოსური ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში აღინიშნა, სადაც მოსწავლეებმა ქართულ და ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა, გაიხსენეს ოსი მწერლები და მათ ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მერის მოადგილე დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ შავშვების სკოლაში მოქმედებს ოსური ენის წრეც, სადაც ბავშვები შერეული ოჯახებიდან დადიან. ცნობისთვის, ოსური ენისა და ლიტერატურის დღის აღნიშვნა კოსტა ხეთაგუროვის ლექსების კრებულს უკავშირდება, რომელიც 1899 წლის 15 მაისს გამოიცა. ხეთაგუროვი ითვლება ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლად. დღევანდელი ღონისძიება აღინიშნება 15 მაისს ყოველწლიურად. ეს დაკავშირებულია კოსტა ხეთაგუროვის წიგნის ირონ ფანდერის გამოცემასთან დაკავშირებით. შავშვების საჯარო სკოლაში წლების მანძილზე მიმდინარეობს ოსური ენის სწავლება. იმიტომ გადავწყვიტეთ აქ გვესწავლებინა, რომ არიან შერეული ოჯახები მრავლად და დადიან ოსურ ენაზე როგორც ქართველი ეროვნების ბავშვები, ასევე ოსი ეროვნების და დიდი მონდომებით სწავლობენ ოსურ ენას, ეცნობიან ოსი ხალხის ტრადიციებს, კულტურას, ნართების ეპოსს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ერის დაახლოების საქმეში და ვფიქრობ, რომ შედეგსაც გამოიღებს. ბავშვები კვირაში ერთხელ ეუფლებიან ოსურ კულტურას და ხელოვნებას ეზიარებიან და შესაბამისად ვიღებენ მონაწილეობას მეცადინეობაში და ამას ხალისით აკეთებენ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, ეს არის შერეული კონტინგენტი და ოსურ-ქართული მოსახლეობით გამოირჩევა ჩვენი რეგიონი. ამ სკოლაში განსაკუთრებულად იმიტომ აღვნიშნეთ ეს დღე, რადგან ამ სკოლაში ისწავლება ოსური ენა და საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ოსური ენის შესწავლას იმ დროს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს ქართული ენის შესწავლას ცხინვალის რეგიონში. დღევანდელი დღე ოსი ხალხისთვის ითვლება მნიშვნელოვან დღესასწაულად და ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ოსმა ბავშვებმა, ოსმა ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ და ისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა და ამ მშობლიურ ენაზე მერე შეძლონ სრულყოფილი ცხოვრება როგორც ჩვენთან, ჩვენ ასევე გქონდეთ კავშირი თავის თანატოლებთან ჩვენს დროებით დაკარგულ ტერიტორიებს. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე პირველ რიგში არის იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მრავალეთნიკური ერი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ენებს, კულტურას პატივცემთ, აღვნიშნებთ და ვაძლიერებთ საქართველოში. და როგორც აღინიშნა კიდეც განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქედან რამოდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის მიღმა პრაქტიკულად ადამიანებს განვითარების საშუალება აღარ აქვს, არა როგორც ზოგადად განვითარების, ასევე კონკრეტულად თავიანთი კულტურის და ენის განვითარების შესაძლებლობა. ამ ფონზე საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მრავალფეროვნება ეს სიძლიერეა და არა სისუსტე.